მუსლიმანი? ყურანის მიხედვით, მუსლიმი არის ის, ვინც ემორჩილება ღმერთს, თაყვანს სცემს მხოლოდ მას და ემორჩილება მის ბრძანებებს. მოკლედ, ათიმცნებას ქართული გაგებით, მუსლიმი ყოფნა არ არის იდენტობა, ის ასევე ცხოვრების წესია. მუსლიმის ძირითადი მახასიათებლები ყურანში შემდეგია. 1. ღმერთსა და წინასწარმეტყველების რწმენა. მუსლიმებს სწამთ ღმერთის ერთიანობის, წინასწარმეტყველების გაგზავნისა და გამოცხადების. ალ-ბაქარა 2, 285. 2. დამორჩილება. მუსლიმი არის ის, ვინც ემორჩილება ღმერთის ბრძანებებს და განსჯას. ბაქარა 2, 112. მუსლიმი ნიშნავს ღმერთის მიმართ დამორჩილებულს. 3. ლოცვა და ზაქათი. ლოცვის აღსრულება და მოწყალების გაცემა მუსლიმთა თაყვანისცემის ძირითად აქტებს შორისაა. ალ-ბაქარა 2, 267. 4. რწმენა შემდგომში და პასუხისმგებლობა. მუსულმანს სჯერა შემდგომი ცხოვრებისა და იცის, რომ პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ლუკმანი 31, 33. 5. სამართლიანი და მორალური. მუსლიმი უნდა იყოს სამართლიანი და კარგი ზნე. ნალი 16, 90. 6. მოთმინება და მადლიერება. მუსლიმი მოთმინებულია სირთულეების წინაშე და მადლიერია კურთხევისთვის. ბაქარა 2, 155, 156. მეგობრენო, ჩვენ როდესაც ვიძახით, რომ წინასწარმეტყველები იყვნენ მუსლიმანები, თუნდაც იესოზე რომ ვიძახით იყო მუსლიმანი, გვეწინააღმდეგებით და ამბობთ, რომ ისლამი 6 საუკუნის შემდეგ დაარსდა, როგორ შეიძლება იყოს იესო მუსლიმანიო? თქვენ ვერ ხვდებით იმას, რომ როდესაც ადამიანი აღიარებს ღმერთის ერთიანობას და მის მიმართ დამორჩილებულია, ის ადამიანი არის მუსლიმანი, ზუსტად ასე იყო იესოც. ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ მუჰამედს ახალი რელიგიის დაარსება არ ჰქონდა ინტერესში, ის მხოლოდ ამტკიცებდა, რომ მხოლოდ წინასწარმეტყველი იყო. მუჰამედს ახალი რელიგია არ შეუქმნია, ღმერთის მიმართ დამორჩილება სულ იყო ადამიანიდან, აბრამიდან, მოსედან, იესოდან დღემდე. არა მუსლიმების საყურადღებოდ თქვენ ემორჩილებით ღმერთს. მადლობა, წარმატებები ყველას.